დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის გადაწყვეტილებით ბრიტანულ სამხედრო ძალებს რუსული სანქცირებული გემების გაჩერება და საჭიროების შემთხვევაში დაკავება შეეძლებათ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიზანია რუსეთის წინააღმდეგ გაზარდოს ეკონომიკური ზეწოლა. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს და სამართალდამცველ უწყებებს უფლება ექნებათ შეაჩერონ მოსკოვის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტი. დასავლური ქვეყნების მთავრობებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი დაბალი უსაფრთხოების სტანდარტებისა და გაურკვეველი წარმომავლობის მქონე ასობით ძველ ტანკერს სანქციების თავიდან არიდების მიზნით იყენებს. რუსული ნავთობის ტანკერის დაკავებაში დიდმა ბრიტანეთმა მონაწილეობა უკვე მიიღო, როდესაც იანვარში შეერთებულ შტატებს მსგავსი გემის დაკავებაში დაეხმარა. მაშინ დიდმა ბრიტანეთმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ შესაძლებელია ისეთი გემების დაყადაღება, რომლებიც კონკრეტულ ქვეყანას არ ეკუთვნიან. მსგავსი შემთხვევებისას ამ დრომდე დიდი ბრიტანეთი ძირითადად მოკავშირეებს სადაზვერო ინფორმაციას უზიარებდა. თუმცა ახლა დაუნინგ სტრიტის გადაწყვეტილებით დიდი ბრიტანეთი აქტიურად იმოქმედებს. სამხედრო ალიანსის ფარგლებში ჩვენს ჩრდილოეთ ევროპის პარტნიორებთან ვსაუბრობთ. ყურადღება კი უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე გამახვილებული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორი ომის ფრონტი არსებობს: ირანის კონფლიქტი და უკრაინაში მიმდინარე ომი. დღეს მოკავშირეებთან განვიხილავ კიდევ აში გვიძლია გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი თავდაცვის ხარჯებსა და შესაძლებლობებზე. ასევე დღეს მკაფიოდ ვაცხადებ, რომ გაერთიანებულ სამეფოს უაძლევ ნებართვას შეაჩეროს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემები. ეს არის გემები, რომლებიც უკანონმდებლობენ სანქციებს, ძირითადად ნავთობის გადაზიდვით. ამ მიმართულებით პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რაც შეეხება თავდაცვას ვიღებ ვალდებულებას, რომ გავზადოთ თავდაცვის ხარჯები. გვაქვს გეგმები კიდევ უფრო როგორ გავზადოთ ის და ამ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ. კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომის ფონზე უკრაინის მოკავშირეებმა კიდევ უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ ირანში მიმდინარე ომისა და ნავთობზე გაზრდილი ფასების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკა გაძლიერდება. სწორედ ამიტომ მის ჩრდილოვან ფლოტზე ვამკაცრებთ ზეწოლას, არა მხოლოდ ბრიტანეთის დასაცავად, არამედ იმისთვისაც, რომ შევამციროთ ის ბინძური მოგება, რომელიც უკრაინაში მისი ბარბაროსული ომის დაფინანსებას ემსახურება. ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის მიზნით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ფინეთში მიემგზავრება, სადაც ერთობლივი საექსპედიციო ძალების შეხვედრა იმართება. რეგიონული სამხედრო კოალიცია, რომელსაც დიდი ბრიტანეთი მეთაურობს, 2014 წელს დაარსდა და ის მიზნად ისახავს სწრაფ რეაგირებას კრიზისებზე, ჩრდილოეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის უსაფრთხოების დასაცავად. ერთობლივი საექსპედიციო ძალების რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ფინეთმა, შვედეთმა და ესტონეთმა, ბალტიის ზღვაში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემების წინააღმდეგ სპეცოპერაციები უკვე ჩაატარეს.